გუშინ ბათუმში სასჯელ აღსრულების ნომერ მესამე დაწესებულებაში პატიმრები შეიყვანეს. არსებული ინფორმაციის თანახმად, რეაბილიტირებულ დაწესებულებაში შერეული სასჯელის მქონე პატიმრები მოათავსეს. მსჯავრდებულების გადმოყვანას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლობა არ დასწრებია, როგორც ომბუდსმენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სატელეფონო საუბარში განმარტა საპრობილეში პატიმრების გადანაწილების საკითხზე და არსებულ სიტუაციაზე მონიტორინგი ხვალისთვის იგეგმება. ბათუმის მესამე დაწესებულებაში პატიმრების გადმოყვანის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა უწყებაში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. სამინისტროს წარმომადგენლებმა მოუცლელობის გამო მაცნესთან განმარტებების გაკეთება არ ისურვეს. შეგახსენებთ, რომ ნომერ მესამე სასჯელ აღსრულების დაწესებულება ოფიციალურად 29 აპრილს გაიხსნა. როდის გადმოიყვანეს პატიმრები? შეგიძლია რომ გითხრათ? მე ვიცი რომ რამოდენიმე მანქანა გადმოიყვანეს. დღეს საღამოსაც ელოდებიან კიდე.